მოგესალმებით, მონაკარიკლავ ტელეკომპანია პულსის ეთერშია. მე დღეს ძალიან საინტერესო გადაცემა მინდა შემოგთავაზოთ. ჩვენს დიდი ხნის მეგობარ, პულსის და ასევე მონაკარის ძალიან დიდი ხნის მეგობარ, ქალბატონ ქეთი კობაიძესთან ერთად. ქალბატონ ქეთი მას შემდეგ, რაც ჩვენ მას არ შეხვედრივართ, მის ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი სიახლა ის გახდა ემურის უნივერსიტეტის სრული პროფესორი და მე მინდა მის ალბომით დავიწყოს გადაცემა. ქეთი გილოცავ ამ დამსახურებულ, ვთქვათ, წოდებას. ძალიან საპატიოს და მე მიხარია რომ კიდევ ერთი წარმატებული ქართველი წინ მიიწევს ამერიკის სამედიცინო სამყაროში. თუ შეიძლება აი ამ სიახლის შესახებ პირველ რიგში და შემდეგ დღევანდელი გადაცემა მე მინდა ჩვენ მივუძღოთ ექთნებს. კი ბატონო. მადლობა ვერიკო ჯერჯი მოწვევისთვის და მილოცვისთვის. პროფესორობა მომენიჭა 1 სექტემბერს 2025 წელს. და ამისთვის საჭირო იყო ჩაგებარებინა ფუძლები და მოკლე შინაარსი რა გაგიკეთებია, როგორ გაგიკეთებია და რამოდენიმე დიდი მასალა გაყოფილი სხვადასხვა ნაწილებად, რომელიც ითხოვს რომ დაადასტურო რატო გეკუთვნის მაგალითად პროფესორობა და კლინიკური პროფესორობა ძნელია იმ თვალსაზრისით რომ თუ არა ხარ სუფთა მკვლევარი ხო მართალია არა თუ არა ხარ სუფთა მკვლევარი და მუშაობ მაგალითად ლაბორატორიაში ან გაქვს დიდი გრანტი და უნდა მუდმივად მუშაობა ამ პროფესიაზე ბეჭდავ სტატიებს, აკეთებ რაღაც გამოკვლევას, შედარებით უფრო ადვილია. როდესაც მუშაობ კლინიკაში და სამავთყოფოში იქნება თუ პოლიკლინიკაში, ამბულატორიაში და მკურნალი ექიმი ხარ, მაინც ხარ ვალდებული თუ გჭირდება ეს აკადემიური წინგაწევა, რომ დაბეჭდო შრომები, გააკეთო რაღაც გამოკვლევა, სამედიცინო გამოკვლევა და კიდევ იმუშაო სტუდენტებთან, რეზიდენტებთან და იყო მასწავლებელი და მენტორი ამ ხალხის. ასე რომ ეს ჩემი ბიოგრაფია, რომელიც მე აქ რაც სამედიცინო ინსტიტუტში დავამთავრე და დავიწყე მუშაობა სწავლის მერე რეზიდენტურა აქ რეზიდენტურა იქ მაშინ ორდინატურა თუ ინტერნატურა იყო და იქ რეზიდენტურას რო გაივლი უკვე იწყე პროფესიულ მუშაობას და ამ პროფესიული მუშაობიდან ათვლის მხრიდან ათვლის დროს რა გააკეთე, როგორ გააკეთე და ადამიანები, რომლებიც აი ამ ფურცლებს ითხოვდნენ, იყვნენ ძალიან ჩახედული ჩემს საქმეში. ისო კითხულობდნენ და მეუბნებოდნენ, რომ რამდენი გიმუშავეაო და მე კიდევ ვუთხარი, რომ მე მეთქი აი ამ ფურცლებს ვაკეთებ მიუძღვნი მამაჩემს მეთქი, იმიტომ რომ მამაჩემს სულ უნდოდა, რომ აკადემიურად წარმატებული ყოფილიყავით. დედაშემსაც უნდა, მაგრამ დედაშემ უფრო აქცენტს აკეთებდა კურნალობაზე. მამაშემს ისე უხაროდა მე რომ საკანდიდატო დავიცავი, თვითონაც კანდიდატი იყო ისტორიის მეცნიერების და სულ ამბობდა რომ პროფესორობა არის ძალიან დაფუძნებული და მიუძღვენი მამაჩემს ეს საქმე და იმ ქალებს ყველას გაეცინათ, მაგრამ მე სერიოზულად ვუთხარი რომ კონკურენცია უნდა გაიარო, უნდა ყავდეს შემფასებელი, რომელიც იქნება შინაგანი შემფასებელი ჩემ ინსტიტუტში, ემურის უნივერსიტეტში და იქნება ასევე გარეგანი შემფასებელი და გარეგანი შემფასებელს აქვს საინტერესო დახასიათება. ამ ადამიანთან არ უნდა მუშაობდე, მაგრამ ზოგადად ცოტათი უნდა გიცნობდეს, ვინ ახარ, იმიტომ რომ უნდა მოგცეს თანხმობა, რომ შენთვის დახარჯავს დროს, წაიკითხავს ან შენ ამ ფურცლებს და გიტყვის, რომ ღირსი ხარ თუ არა ხარ ღირსი. ხო და ისე გაუხარდათ, რომ მომანიჭეს ეს პროფესორობა ყველა, მე მუშაობდი და იმეილში მქონდა ავტომოპასუხე დაწერილი, რომ ვერ მოგიპასუხებთ სასწრაფოდ, იმიტომ რომ სამავთყოფოში მუშაობ და გიპასუხებთ, როცა დამთავრდება ჩემი ფუნქცია, მოვალეობა. და რო გავხსენი ჩემი იმეილი, როცა მომანიჭა ამ საბჭომ პროფესორობა, იმდენი ისეთი გახარებულები იყვნენ ეს ადამიანები, ვინც ფურცლებს აგროვებდნენ და ყველაფერს. და სასიამოვნოა, რატოა იცი სასიამოვნო, რომ თვითონ კარგია ის, რომ როცა შენ შრომობ და ამდენ რაღაცას აკეთებ, ის ადამიანები პატივსცემენ შენ შრომას. ასევე კარგია ჩემი ჯგუფისთვის. მე შემიძლია ახლა ჩემ ჯგუფს მივეხმარო და უთხრა, რომ აი შენ შეგიძლია აი ესე წახვიდე ეს გააკეთო.
ჩემი ჯგუფისაც კარგია და კარგია ასევე როცა ველაპარაკები სხვადასხვა დისციპლინებს რაღაცებს როცა წერია იქ რომ შენ ხარ პროფესორი ეს ნიშნავს ყველა მიცის რამდენი ანგარიში უნდა გაუწიონ შენ ყველა ანგარიშია უფრო მეტ ანგარიშს გიწევენ თორე ახლა ლაპარაკი ყველას სხვადასხვა შეუძლია მოლაპარაკება დიდებედინება ფინანსურად რა იცვლება როცა ხდები სრული პროფესორი ფინანსურად იცვლება ხელფასი გემატება 7% და პრაქტიკულად ეგ იცვლება. დიდი განსხვავება არ არის. მაგალითად თუ გინდა რომ შენ ზედმეტი მორიგეობა მიისცე თუ ზედმეტად იმუშაო ღამე ან რაღაცა შეიძლება იმ ზედმეტი კლინიკური მუშაობით ფინანსურად უფრო უკეთესი და ხელსაყრელი იყოს შენთვის, მაგრამ საერთოდ ზოგადად დაწესებულება იფერებს იმას რომ შენ პროფესორი ხარ და ცოტა პროფესორი მუშაობს ხო ეს გემატება კი ეს იყო და ჩემი ჯგუფი ძალიან ნასიამოვნები იყო ამ თვალსაზრისით და მე გეტყვი რომ ეს არ მოხდებოდა ჩემ უფროს რო არ დაეჭირა ჩემთვის მხარი. იცი როგორ არის ეძახიან imposter syndromes რომ ადამიანი რომელიც სადღაც არის და რაღაცას აკეთებს სულ ფიქრობს რომ მე აქ შემთხვევით ვარ მოხვედრილი და ამ ხალხმა არ იცის რომ მე აქ მოხვედრილი ამას ქვია imposter syndrome. იმპოსტერის სინდრომი ემართება ძალიან ბევრ ადამიანს რომელიც მუშაობს და თვლის რომ აი მაგალითად განყოფილების გამგე ხარ ხო დიდი რაღაც განყოფილების უცებ გაიფიქრებ რომ ამ ხალხმა არ იცის რომ მე შეიძლება არ უნდა ვიყო განყოფილების გამგე არ ვარ ღირსი აი ესეთი უბრალოდ რო ვთქვა და ეს ცნობილია განსაკუთრებით ქალებში ხო და ის ადამიანი რომელიც შენი უფროსია და რომელიც გეტყვის რომ ვერიკო რა ჭკვიანი ხარ, რა კარგად მუშაობ, რამდენს მუშაობ, შეხედე რამდენი გაქვს ნამუშევარი. ძალიან დიდი ბედნიერებაა შეხედავენ. მოდი რა ჩვენ დავიწყოთ შენი წინ წასვლის ისინი. მოდი გავაკეთოთ ეს. ცოტა იცი ესეთი ხალხი და მე ვიყავი იღბლიანი და ვარ კიდევაც ვთვლი ვარ იღბლიანი რომ ეს ჩემი უფროსი რომელიც არის ძალიან ცნობილი, ძალიან ჭკვიანი, ძალიან აზრიანი და ძალიან კარგი მენტორი იყო ჩემთან, როცა ამ საქმეს აკეთებდა და ყოველ წელს ჩვენ ვაკეთებთ შეხვედრას თანამშრომლებთან. მე ჩემ უფროს ხვდები, მე ხვდები ასევე ჩემ თანამშრომლებს და ვაკეთებთ აი რევიუს მთელი წლისას, როგორ მუშაობდი, როგორ კმაყოფილი ხარ, რა გააკეთე წინა წელს, რა გინდა რომ მომავალ წელს გააკეთო. ეს არის უნივერსიტეტის აუცილებელი ფუნქცია, რომ ეს უნდა გააკეთო შენ თანამშრომელთან და როცა მითხრა ჩემმა დირექტორმა დენ ჰანტი, ესეთ სახელის და გვარის ადამიანი, ჩვენ უნდა ვიფიქროთ ჩემ პროფესორობაზეო, ვიფიქრე პროფესორობაზე და მე რო ნახავ ამ ხალხმა ყველაფერი თვითონაც ისე გაუხარდა რომ მივიღე ეს პროფესორი, იმიტომ რომ ხანდახან აკეთებს საბუთებს და არ გაძლევენ, გჭირდება რაღაც, გაკლია ეს, გაკლია ის, ხო გულდასაც ხვდია, მაგრამ ეხა მეუბნება სულ რომ ყოჩახშენ რომ გავაკეთეთ ეს. ძალიან კაია. კი, ფანტასტიკურია, ძალიან მიხარია, კიდევ ერთხელ გილოცავ და ნამდვილად დამსახველი და თუ კი ვინმეს ეკუთვნის, ნამდვილად გეკუთვნის შენ და მე მიმაჩნია რომ მედიცინაში სრული პროფესორი არ შეიძლება იყოს მარტო მეცნიერი და ეს ნამდვილად ეს უნდა იყოს შეზავებული ტრანსლაციული მედიცინის პირობებში, კარგია რომ კვლევითი აქტივობებიც არსებობდეს, მაგრამ თუ თქვა არჩევანზე მიდგება საქმე, მე მიჩვენია იყოს მოქმედი ექიმი, ვთქვათ, ვიდრე მარტო მკვლევარი, იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია ექიმისთვის. კეთი, დღეს ჩვენ ძალიან ბევრ საინტერესო თემაზე გვისაუბრია და ველოდები ხოლმე თქვენს ჩამოსვლას თბილისში, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო გამოცდილება, აი პიტერ ესე თქვა, აი ეპიცენტრიდან კლინიკური, ასე ვთქვათ, დუღილის, სადაც აი ეპიცენტრია ეს, სადაც თქვენ ხართ და ძალიან ბევრი პაციენტი მძიმე და წლიდან წლამდე ბევრი რამ იცვლება ხოლმე და მე ძალიან დიდი ინტერესით გელით ხოლმე. ისევე როგორც საქართველოში, მთელ მსოფლიოში რაღაცა ძალიან დიდი დეფიციტია ექთნების. ამ დროს რეალურად ჩვენ თუ ავიღებთ აი უშუალო მუშაობის სტილს, აი პრაქტიკული მუშაობის სტილს, აქედან ძალიან დიდი ტვირთი მოდის. აი რა ხდება ექთნებთან მიმართებაში თქვენთან, რამდენი ტიპის ექთანია, როგორ გამოიყენება, რა პასუხისმგებლობას ინაწილებენ და როგორაა დაფასებული, არის თუ არ არის დაფასებული, იმიტომ რომ ჩვენ რაღაცა ექთნის პროფესია იმდენად რაღაც მეორე ხარისხოვანად ითვლებოდა, რომ არასოდეს მოდური არ იყო. არც თქვა ანაზღაურება არ მიყვება ისეთ რაღაც. ეხლა რაღაც ზრები შეიმჩნევა, რაღაც განსაკუთრებული აქცენტი კეთდება და აი ალბათ ჩემი კოლეგები ძალიან დიდი ინტერესით მოისმენთ თქვენ გამოცდილებას ამ მიმართულებით. ექთნები ძალიან დაფასებულები არიან ამერიკის შეერთებულ შტატებში, საერთოდ პროფესია არის ძალიან კარგი. ექიმისთვისაც და ქალისთვისაც და კაცისთვისაც, განსაკუთრებით ექთნობა არის ძალიან დიდი ძალა.
ყველანაირი დაწესებულებისთვის, საავადმყოფოსთვის და პოლიკლინიკისთვის და ნებისმიერი ადგილისთვის, მიმღებისთვის, urgent care-ია, რომელიც რაღაც შუალედურია მიმღებსა და საავადმყოფოს შორის. ექთნებს ძალიან ბევრ საავადმყოფოში ექთნებს მიხავთ საავადმყოფო სტრუქტურა, ადმინისტრაცია. ძალიან მუშა ხალხია და ძალიან დიდ პატივს ვცემ ყველა ჩემ ექთანს, ვისთანაც მუშაობ, იმიტომ რომ მე ვიცი, რომ მე რო ავადმყოფთან ვმუშაობ და ავადმყოფის დიაგნოზს ვსვამ, ვაკეთებ მიმართულებას რა უნდა გავაკეთოთ დღეს მაგალითად აბსოლუტურად შემდეგ ვაძლევ აი ამ ყველაფერს ჩემ ექთანს და ეს ექთნები მაგალითად ჩვენი საავადმყოფოა 500 საწოლიანი საავადმყოფო თითო როცა არის ლაპარაკი არა რეანიმაციაზე არამედ ჩვეულებრივ იმაზე საავადმყოფოს იქვე ძახით floors საავადმყოფოში როცა მიდიხარ განყოფილებაში ერთი ექთანი უვლის დაახლოებით 5 ან 6 საავადმყოფს ძალიან მძიმე შრომაა ეს 5-6 მძიმე ავადმყოფის მოვლა და რეანიმაციის ექთნები ძირითადად უვლიან დაახლოებით 2 ავადმყოფს. ისინი ძალიან მძიმეები არიან, რა თქმა უნდა, უფრო ჭირდებათ ინტენსიური თვალისხდება და ყურება, ბევრი ინტუბირებულია, მაგრამ მაინც ისინი უფრო ფუნქციურად ნაკლებად დატვირთული არიან რაოდენობის თვალსაზრისით. და ეს ექთანი რო უყურო რამდენს მუშაობს, განა იმიტომ რომ მარტო წამალს აძლევს, ვენაში უსხამს, ბევრ რამეს აკეთებს, ასევე ძალიან ფიზიკურად ახლოს არის ავადმყოფთან. ფიზიკურად ახლოს არის ეხმარება ადგომაში. ეხლა კიდე მთელი ისინი გვაქვს ჩვენ პროექტები, რომ ექთნის როლი, როგორ აი ფუნქცია როგორ აღუდგინოთ ავადმყოფს, იმიტომ რომ არ არიან საკმარისი თერაპევტები, ფიზიკალ თერაპევტები და ისინი გვჭირდება რომ ავადმყოფი ადგეს, არ იწვეს და ვცდილობთ რომ ექთნები ჩავრთოთ. რეაბილიტაციის პროცესში. რეაბილიტაციის პროცესში და ისეთი საინტერესო ხალხია თვითონ აი ესე თვითონ ექთნების უმრავლესობას ინტერესით იღებენ ყველანაირ გამოწვევას, რაც ავადმყოფთან არის დაკავშირებული. როცა ეტყვი რომ მაგალითად ჩვენ უნდა გავაკეთოთ ახლა ვაქცინაცია საავადმყოფოში, ვთქვათ, ექთნებს ველაპარაკებით, იმიტომ რომ ისინი არიან ძალიან ახლოს ავადმყოფთან და ისინი წარმომადგენლები არიან ამ საქმის, რასაც ერთგვარ კონსულტირებასაც ატარებენ, რომ ვაქცინაცია კარგია. მაგალითად, კი, რომ ვეტყვი რომ მაგალითად მე-6 სართულზე გვჭირდება რომ აი ეს პილოტური პროექტი გავაკეთოთ. ყოველთვის ჩართული ყავს ექთნები იმ საქმეში, რომ ეს ახლოს არიან, საქმეს აკეთებენ, ძალიან მოძრაობები არიან. არიან ექთნები, რომლებიც მუშაობენ უახლოესად კლინიკურად ავადმყოფთან, არიან ექთნები, რომლებიც არიან განმანათლებლები. მაგალითად, ყავს მე-7 სართულზე ყავს ნევროლოგიური განყოფილება, სადაც ერთ-ერთი ჩემს უსარმაზარ პატივს ვცემ ამ ექთანს არის განმანათლებელი, რომელიც ასწავლის ამ ავადმყოფს, ამ ავადმყოფის პატრონს, როგორ უნდა რა ხდება ინსულტის დროს, ასევე ანათლებს ექთნებს. ყველაფერი როგორ უნდა მოუარო, წამოიღო და მიცე, ყველაფერი განათლება, რასაც ქვია ამას. მე არსებობს კიდევ დირექტორი, განყოფილების დირექტორი ექთანი, რომელიც აბსოლუტურად ყურადღებას აქცევს, ვინ არის ღამე მორიგე, როგორ უნდა იმუშაოს, როგორ ინფექცია. რამოდენიმე წელი ვიყავი საავადმყოფოს ინფექციების კონტროლის კომიტეტის წევრი. ალბათ 10 წელი ალბათ. და იქ იყო ალბათ 30-40 კაცი ყოველ თვე ვესწრებოდი მიტინგები ქონდა ყოველ კვირას, ყოველ თვეს ქონდა მიტინგი, რომ შევხვედროდით ერთმანეთს და დავლაპარაკებოდით რა ხდებოდა ინფექციების თვალსაზრისით. ყველა ექთანი მოდიოდა მომზადებული. ყველა განყოფილებიდან, რეანიმაციიდან, მე-6 სართულიდან, მე-7 სართულიდან, ხელების დაბანის სასაცილოდ გამოიჟღერს ეს, მაგრამ ხელების დაბანა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ინფექცია არ გადავიდეს ერთი ავადმყოფიდან მეორეზე, ხუმრთელი არა? და ამაზე მთელი ის არის პროექტი, ხელების დასაბანი პროექტი და ჩვენ ყველასა გვაქვს გაკეთებული ბეჯი, რომელიც ელექტრონულად აღრიცხავს, რამდენჯერ დავიბანე ხელი. უი, რას ძანეთ, ეს საოცარი რაღაცაა. ბეჯი გვაქვს გაკეთებული და ყოფილი ჩვენი ინფექციონისტი იყო, რომელიც ცნობილი ინფექციონისტი იყო და ჩვენი საავადმყოფოს დირექტორი იყო, სამედიცინო უფროსი ექიმი იყო. ის იყო ეპიდემიოლოგი, განათლებით ინფექციონისტი, ცნობილი ადამიანი და
ჯეი სტაინბერგმა მოიტანა პროექტი სიდისთან დაკავშირებით და ყველას გვაქვს ახლა ბეჯი, ჩემ ბეჯს ქვია რაღაცა, იმათ იციან რომ ეს ჩემი ბეჯი. და კეთე რამე ის ხელის დაბანაში არა მარტო ჯერადობას აღნიშნულობა რამდენჯერ იბან, არამედ ფორმას დაბანის და ხარისხს და დროს რამდენი ხანი იბან ხელს. მართალია. და ანუ ბიჯი ამოწოს მარტო რაოდენობას, ჯერადობას თუ დროსაც რამდენი ხანი იბან. არა, ეგ ამოწმებს ჯერადობას. რო შევდივარ მაგალითად ავადმყოფთან ოთახში, იქ არის საპონი, თხევადი საპონი. და ეს თხევადი საპონი და ჩემი ბეჯი ერთმანეთს იგებს, რომ მე შესული ვარ ოთახში და თუ მაგალითად შევედი ისე რომ მივედი ავადმყოფთან და გაუარე ამ ბეჯს და ხელი არ დავიბანე იმასთან, ხო? ის მეუბნება, მადლობთ რომ ხელს იბანთ, მახსენებს. და ამაზე მე მომდის მე ყოველ თვის ბოლოს როგორია ჩემი ხელის დაბანვის სიხშირე. მე აცხადებენ იმაზე შეხვედრაზე როგორი იყო, ვინ იყო ყველაზე უკეთესი ესეთ საქმეში. ხო, ნუ ახლა საპონს და ცხელწყალს არ ცვლის ეს მაგალითად ის კლოსტრიდიუმ დიფიცილის ინფექციები რო ხელი უეჭველად საპონით უნდა დაიბანო. მაგრამ ეს არის ალკოჰოლის დამოკიდებული დასაბანი ხელის. ეს უზარმაზარი და ექთნები არიან ამაში ძალიან ჩართული ასევე ცალკე. ნუ ახლა ექთნები როგორც ადრე აქაც როგორც იყვნენ, ახლა არ ვიცი აქ როგორ არის, მაგრამ არიან სპეციფიურად მომზადებული ქირურგიისთვის. მაგალითად არის განყოფილება, რომელშიც ძირითადად მოდიან ყელყურცხვირის ავადმყოფები, ხო? ამიტომ იმათმა კარგად იციან ეს სპეციალობა. ყელყურცხვირში არიან მომზადებული. ანუ ყველა პროფილს თავისი სპეციალობის ექთანი ყველა პროფილს უნდა რომ თავისი სპეციალობის ექთანი ყავდეს. მაგალითად ჩვენთან არის განყოფილება, რომლებიც არიან ძირითადად ცირკმის უკმარისობის განყოფილება და ჭირდება დიალიზი, ხო? ხო, მოგიდგენიათ როგორი მძიმე ავადმყოფები არიან, იმათ ყველას აქვს რაღაც დიალიზის აქსესი, იმას ყველას რაღაც სხვანაირი უფრო რთული ავადმყოფები არიან. ეს ექთნები არიან ისე კარგად მომზადებული, ისე კარგად იციან, როგორ მოუარონ ამ ყველაფერს. სპეციფიკას დიდი მნიშვნელობა აქვს. ერთი ადვილია სპეციფიური რაღაცა რო ისწავლო, ხო მართალია ეს მედიცინა უზარმაზარია და ამავე დროს აქვს მნიშვნელობა ავადმყოფისთვის, რომ ავადმყოფი კარგად გახდეს, სწრაფად გახდეს და სწრაფად გაეწეროს ავადმყოფოდან. გარდა მაგის არის კიდევ ზოგადი ქირურგიის განყოფილება, სადაც ქირურგიული ავადმყოფი შემოდის, როგორ უნდა მოუარო. თვითონ ქირურგები ასწავლიან ამათ. და ოპერაციაზე ხო ექთნებს ძალიან ბევრი რამეს აკეთებენ, ოპერაციაზე მდგომი ექთნები. ხა მე იმათთან შეხება არ მაქვს, იმიტომ რომ მე ოპერაციებზე არ ვდგევარ, მაგრამ როცა რეზიდენტურაში ვიყავი და ისინი ქირურგიის მას გავდიოდი, ისინი იყვნენ ყველაფერი მიხავდათ იმას, აი როგორც დიასახლისი, სახში რომ მიდიხარ სტუმრად ვიღაცასთან და ის ყველაფერს აკეთებს, ხო, აი ისე იყვნენ ის ექთნები. ყველაფერს მართავდნენ იქ, ორგანიზებული. ძალიან მნიშვნელოვანი შეკითხვა, რა განსხვავება ექიმისა და ექთნის სახელმწიფოს შორის? ძალიან მნიშვნელოვანია. განსხვავება დიდია და განსხვავება რატოა დიდი, იცი ვერიკო? ყველაფერი იქ დათვლილია განათლებაზე, რამდენ დროს ხარჯავს შენ განათლებაში. რამდენ ფულს იხდი შენ განათლებაში. ამას ხო აქვს მნიშვნელობა რა. სამედიცინო ინსტიტუტში რომ მიდიხარ, ჯერ კოლეჯი უნდა დაამთავრო, კოლეჯია 4 წელი. 4 წელი მუშაობ. და საერთოდ მედიცინა იქ ამერიკის შეერთებულ შტატებში მარტო ერთი ქვეყანაა, რამდენადაც მე ვიცი, რომ სამედიცინო ინსტიტუტში ვერ შეხვალ თუ არა გაქვს დამთავრებული კოლეჯი. უახლოესი ახალგაზრდობის წლები მიდის განათლებაზე. 4 წელი კოლეჯი, 4 წელი სამედიცინო ინსტიტუტი და მე სამედიცინო ინსტიტუტის მერე სწავლობ რეზიდენტურაში მიდიხარ. რეზიდენტურა არის 3 წელი. გამოვიდა უკვე ესე იგი 8 3 წელი რეზიდენტურა. სულ სწავლობ. რეზიდენტურის მერე ბევრ ადამიანს უნდა რომ გახდეს სპეციალისტი რაღაცის. ესე იგი უნდა გაიარო კიდევ კვალიფიკაცია, რასაც fellowship-ობა ქვია. 2-3 წელი ის არის, კიდე გააჩნია რა არის. კიდე გაჩინე რა არის? შეიძლება იყოს 3 წელი, შეიძლება იყოს 5 წელი და შეიძლება იყოს 8 წელი. ნეიროქირურგებს აქვთ უსაზღვროდ გაწერილი ეს. ეს გამოვიდა 19 წელი სწავლობ. ზოგი ძალიან ბევრს სწავლობს, ძალიან ბევრს სწავლობს, ხო? და იცი რატო სწავლობ? იმიტომ რომ მოსახლეობა ითხოვს შენგან, რომ ისწავლო ბევრი, რომ იმას მიეხმარო კარგად. ხო, არა, ამის შესაძლოა ახლა. და ამდენს რო სწავლობ და ახლა ექთნობაში, არ ვიცი მე ახლა ზუსტად რამდენია იქ სწავლება, მაგრამ მე ვიცი რომ ექიმის თანაშემწე, ექთანი, რომელიც არის ექიმის თანაშემწე, ხო? ექთნობაზე უფრო მაღალია.
და ექიმობაზე ნაკლები შუაშია მაგას ჩვენ ვეძახით advanced practice provider ეგ საჭირდება ექიმის თანაშემწე ვინ შეიძლება იყოს ეს არის ექიმის თანაშემწე დამთავრებული თუ არა ექიმის თანაშემწე იქნება ადამიანი რომელსაც დამთავრებული აქვს ეს PA ან nurse practitioner სკოლა 2 წლიანი გასაგებია 2 წლიანი ეს იგი ეგ საერთო პრაქტიკის სკოლაც შვილის ხოლმე ხანდახან მაგას საერთო თუ გავს დამთავრებული მე კიდე უნდა წახვიდე რომ nurse practitioner-ი გახდე იმას უფრო მაღალი კვალიფიკაცია აქვს იმიტომ რომ ხა ჩვენთან მუშაობენ მე ვფიქრობ 16 ყავს nurse practitioner და PA ნუ რა თქმა უნდა ახალდამთავრებული ნაკლებად გამოცდილია მაგრამ ისინი უფრო იცი როგორები არიან ისინი ვენას არ დგამენ ისინი ავანტყოფთან უშუალოდ კი არ მუშაობენ მაგრამ ისინი ავანტყოფს აძლევენ მითითებას მაგალითად ღამე მუშაობს ჩვენთან 4 ვენის ჩადგმას ვინ აკეთებს ვენის ჩადგმას აკეთებს ან ჯგუფი ყავს რომელიც მაგ საქმეზეა ესეც ავანტყოფების საუკეთესო მოხმარებიდან გამომდინარეა მაგათ ვეძახით VET teams vascular access team რომელსაც აქვს ულტრაბგერა და ულტრაბგერათი დადიან და დგამენ ვენაში IVs მაგრამ ექთნები ადრე აი კოვიდამდე ყველა ექთანი ვალდებული იყო რომ გაეკეთებინა პერიფერული ხო პეცი შატვარ მაგაგადოს და ზოგი აკეთებს ახლა ვინც ის არის მაგრამ მაგის ვალდებულება აღარ არის იმიტომ რომ ისე ჯგუფია ექთნების რომლებიც მაგას აკეთებენ მარტო ანუ ძალიან ბევრი ჯგუფია ერთმანეთს ეხლა ეს დამატებითი კითხვა მიჩნდება დაკავშირებით აი ვთქვათ რა რაოდენობის ექთანი უნდა იყოს დაუშვათ 10 საწოლზე ხო ფორმულებით არის ვთქვათ 10 თერაპიულ სომატიურ საწოლზე რამდენი ექთანი უნდა იყოს მაგალითად აი თუ ეს ფორმულები ფორმულები არ ზუსტად ახლა არ ვიცი როგორია მაგათი საერთოდ როგორ არის ჩამოყალიბებული ეს მაგრამ მე ვიცი რომ ჩვენ ჩვეულებრივ განყოფილებაში ერთი ექთანი მკურნალობს 4-დან 6 ავანტყოფს მეც არა მეც არა იცი რამდენი რა ძნელი სამუშაოა ეს ძალიან მნიშვნელოვანი ციფრია და ყველაზე მთავარი სად არის კეთი საძებარი ექთანი ახლა 10 ავანტყოფს როგორ უნდა მოვარო როცა ყველა ავათა რამდენ ხანში ერთხელ აქვს მორიგეობის უფლება ეს არის ჩვენ შრომის კოდექსით არის განსაზღვრული მაგრამ მაინც ირღვევა ხოლმე ეს არ მოიდგინეთ ეს არის ძალიან ისეთი ამბავი იმიტომ რომ ექთნების ნაკლოვანება ამერიკის შეერთებულ შტატებში და ჩვენთანაც განსაკუთრებით კოვიდის მერე მინდევრობით რომ იმორიგეოს ხო მისი მარკეტების კოეფიციენტი თქვა პრაქტიკულ ეს შეცდომები კარგი შეკითხვა არ ვიცი ახლა მაგათის როგორ ხდება ეს ამბები მაგრამ მე ვიცი რომ ეგენი რამოდენიმე დღე მუშაობენ დღის განმავლობაში აუცილებლად თქვა 12 საათი უნდა იმუშაოს ექთანმა ხო თქვა 3 დღე მუშაობს და მე რამოდენიმე დღე ისვენებს ასე რომ აი წარმოუდგენელია ფიზიკურად. ანუ 3 დღეს ერთად შეულა იმუშაოს და მე რამდენიმე დღე დაისვენო. თავისუფლად შეიძლება ხო. ხა 24 საათიანი მორიგეობის შემდეგ თითხოვენ რომ აუცილებლად შუალედ იყოს. 24 საათიანი მორიგეობები იქ არა. არსებობს ღამის ცვლა და არსებობს დღის ცვლა. აჰა, გასაგებია. ღამის ცვლას უნდა რომ დღის ცვლაშიც კი 3 დღე თუ მუშაობს, მე დასვენების უფლება აქვს რაღაცა. ეხლა არ ვიცი, შეიძლება 3 დღე, შეიძლება 5 დღე. ზუსტად ვერ გეტყვი მაგაზე. მომზადებული არა ვარ მაგ საქმეში, რომ ეს მონაცემები მოგაწოდოთ, მაგრამ არის ნამდვილად ვიცი, რომ 7 დღეზე ნაკლებია. ნამდვილად. და შეიძლება იყოს 4, არ ვიცი, მაგრამ ადამიანებს აძლევენ საშუალებას, რომ რამოდენიმე დღე რომ მუშაობს სამანტყოფოში, მე უნდა დაისვენოს. და რამდენს ისვენებენ და როგორია ეს შეფარდება, ზუსტად არ ვიცი. კიდევ ერთი შეკითხვა. ესე იგი, ჩვენ თქვით, რომ განს განსხვავება მაინც საბოლოო ჯამში განათლებასთან ებმის და რა რაოდენობასაც ხარჯავს შენ განათლებაში, მე სახელმწიფო ისე გიხდის და გივლის და ასე ვთქვათ, გელოლიავება რა ადამიანიც ყავს, მოკლედ როგორი მომზადებულიც. ეხლა ექთებთან დაკავშირებით მიჩნდება, იცავთ თქვენთან დაკავშირებით. ისევე როგორც ექიმის ხელფასი იძლევა საშუალოზე უკეთესად ცხოვრების საშუალებას ფენა, რომ ვინ არის კარგი ექიმების ფენა, ვის მიეკუთვნება ამერიკაში, ეს არის საშუალო ფენა, ეს არის საშუალოზე ცოტა უფრო მაღალი ფენა, თუ ხანდახან საშუალო ფენა, ექიმების საერთოდ ითვლებით საშუალო ფენად გააჩნია ახლა არსებობენ ქირურგები მე რომ მუშაობდი მეიკონში პირველად რომ დავიწყე რეზიდენტურა იქ იყო ერთი ორთოპედიული ქირურგი რომელიც იყო ძალიან წარმატებული ქირურგი და ძალიან ბევრ ოპერაციებს აკეთებდა და ძალიან შეძლებული ადამიანი იყო ძალიან ოპერაციებში რაც უფრო რისკიანია
ეს უფრო მაღალანაზღაურებადი. ორთოპედიული ოპერაციები ჩავთვალოთ, რომ არ არის ძალიან მაღალი რისკის შემცველი. ორთოპედიული ძალიან რისკიანია, რა თქმა უნდა, ყველა ოპერაცია რისკიანია, ვერიკო. ასე რომ ორთოპედიული ქირურგებიც ძალიან ესე ადამიანები ხანგრძლივად ცხოვრობთ, ხო ეხლა? კი, ეხლა ნუ ეს საინტერესო თემაა ცალკე. ხანგრძლივად ცხოვრობთ, რა თქმა უნდა, ლაპარაკი და ხანგრძლივ ცხოვრებაში ორგანიზმი სუსტდება, განსაკუთრებით ცვლები, სახსრები. და ძალიან ხშირად შემოდიან მოხუცები, წაიქცა, მოიტეხა ფეხი, წაიქცა, მოიტეხა ფეხი. ზოგი ძალიან ადვილად კეთდება ამის ოპერაციები, ზოგი რთული. ხო, კეთე იმას, რომ თქვა აი მუცლის ღრუს ქირურგია, პანკრეასთან თქვა რაღაცა манипуляციების ჩატარება ყველაზე მეტად მეშინია ხოლმე თქვა მუცლის ღრუში ყველაზე მეტად სწორად გეშინიათ, ვერიკო. სწორად გეშინიათ. თქვა აი იგივე თქვა აი ღვიძლი, თქვა ნაღლის ბუშტის შედეგად მარტივია ხა ლაპარასკოპიის შემდეგ მით უმეტეს, მაგრამ აი ეს ხოლმე გზები და ეს როცა ირევა და რაღაც ქრონიკული პათოლოგიების შემოერვა ურთულესია თქვა. მუცლის ღრუს საერთოდ ძალიან ისაა. ძალიან რთული და გაუგებარი ამბავია. ეს კიდევ ქირურგიაში, ზოგად ქირურგიაში ჩათვალოთ ყველაზე მარტივი ნაწილია თუ პანკრეას გამოვიწყოთ. ეხლა აღარ აქვს ამერიკო ტვინის ფუძეზე როცა იწყება, ეხლა ნეიროქირურგებთან დაკავშირებით წარმოიდგინეთ, ეხლა გულმკერდის ქირურგია ურთულესია. ამასთან შედარებით ჩავთვალოთ, რომ აი ორთოპედია ალბათ ამეებში შესაძლებელია ცოტა უფრო ჩავთვალოთ, თუ კარგი სპეციალისტი ხარ მარტივად, იმიტომ რომ მაინც მაგისტრალურ სისწრაფებს ისე არ ეხები, თუ მუხლის აი ამ თვალსაზრისით უყურებ, საერთოდ მაპატიებენ ჩემი კოლეგები, კარდიოქირურგები და მუცლის ღრუს ქირურგები და ნეიროქირურგები, მაგრამ ორთოპედები ითვლებიან უფრო რბილ ხალხად და ადვილად საურთიერთობო ხალხად და აი პირდაპირ აკეთებენ საქმეს და მორჩა და უფრო კარგ ხალისიან ხალხად იციან. ხო, ისინი ძალიან ცეცხლებს სახელმწიფოს ეხებიან პრინციპში. ეხლა წარმოიდგინეთ, რა საათები რო გრძელდება ოპერაცია და ყელყურცხვირის ოპერაციებია ძალიან რთული. ხო, ყელყურცხვირის ოპერაციები ჩემთვის მაგალითად გადის ორთოპედიული მსგავსი საშუალო სივრცეების. მე ვლაპარაკობ ძირითადად ეს როცა სიმსივნეებზია ლაპარაკი, ყელყურცხვირის სიმსივნეებზე. უთულესი ძალიან ისეთი დაწვრილმანებით რაღაც და რა თქმა უნდა ხა ხანგრძლივად რომ ედის ოპერაცია ხო წარმოგიდგენია და როცა ღმერთმა დაიფაროს თუ ვინმეს რამე გართულება ემართება ის უფრო დრო იწერება და ადამიანებზე მოქმედებს ემოციურად ღამერჩებიან მეგობარი მყავს ქირურგიის უფროსია იქ რომელიც მას მითხრა რომ გუშინ სამჯერ გამაღვიძესო და დღეს ოპერაციაზე უნდა გავსულიყავი დილითო და რატო თქო მე უთხარი და ერთხელ მითხრესო რომ ავადმყოფი შემოვიდაო კარგიო უთხარიო მეორედ მითხრესო რომ სიტი გავაკეთეთო კარგიო უთხარი მესამედ კიდე რაღაცაზე გამაღვიძეს ღამე რომ სამჯერ გაგაღვიძებენ და მეორე დილით რომ 7 საათზე ქირურგი ღამე მაღვიძებენ 10 ჯერ და უკუგება 0 ეხა გზად რამდენი ხანი მოვდიოდით ერთად ხო ეხა რამდენი სარი ჩემ ცხოვრება არ იზომება არაფერში. ნუ ხან ვიტყვი გამურთა, მაგრამ მე გამურთა მე ვფიქრობ ხოლმე რომ ვაი მე ვიღაცას რომ ისეთ ჭირდებოდეს, ხანდახან ზარი ისეთია რომ გადამრჩენია ერთი ზარი და ამიტომ მაინც ვერ ვთიშავ ხოლმე. ეს ძალიან ძნელია, მაგრამ აი ძალიან პატივს ვცემ ექიმებს, რომელიც ხელმისაწვდომია ნებისმიერ დროს. რა თქმა უნდა, მაგრამ მაგისტრის არსებობს მორიგეობა ჩემოსაყვარლად. მე სულ ვარსებობ. ჩემი ტელეფონი არ ითიშება, სანამ ცოცხალე ვარ, ისე იქნება ჩართული და ამიტომ აი ჩემ კოლეგებს კი ვეუბნები ხოლმე რომ რთულია ჩემთან მეგობრობა, იმიტომ რომ მე ვედავ და ამის 4 საათზე მე რომ მაღვიძებენ, მეც ვაღვიძებ მე სხვებს, იმიტომ რომ თუ ჭირდებათ ჩვენს პროფესია გვაქვს. თუ ჭირდება მართალია, ნუ თქვენ ესახათ დაზოგოს ადამიანმა, მაგრამ აი ეს თქვენ თუ ესეთი ხართ, რომ უნდა დაეხმაროთ ყველას, ვისაც თქვენი დახმარება ჭირდება, ესე იცხოვროთ მთელი ცხოვრება ალბათ. და იქ კიდევ მორიგებები არსებობს. მაგაზე ადამიანს, რომელსაც მორიგია, ის ვალდებულია ყველაფერს უპასუხოს. ხო, ხო, მაგას ვქო მინაზე მორიგეობა, კიდე ეს ცალკე ამბავი ვალდებულია. ფუნქციების განაწილება უნდა მოხდეს. იცი, იქ მე ვუყურებ ხალხს და ეხლა ძალიან დიდი პრობლემაა, რასაც ეძახიან გადაწვა, burning out. პროფესიაში გადაწვა ადამიანების და მე ვფიქრობ, რომ COVID-მა ამას შეუწყო ძალიან ხელი, რომ ადამიანები ისეთი დამოხტული ვიყავით 2 წლის განმავლობაში, რომ მე რაღაცა ქნა ამ ვირუსს. რაღაცა იგი დაანგრია ჯანმრთელობა ნამდვილად ყველასი, ზოგი ფიზიკური გადაწვით და ზოგი პირდაპირ შეხებით. და ზოგი ისე გადაიწვა, რომ აღარ უნდა და მუშაობა. ძალიან ბევრი ექთანი წავიდა ამ პროფესიიდან, ძალიან ბევრი ექიმი წავიდა ამ პროფესიიდან და ეხლა ძალიან ბევრი ჩავარდა დეპრესიულ მდგომარეობაში. ამიტომ ეხლა ამბობენ, როგორ უნდა მოვიყვანოთ უკანა ეს სიხალისე და როგორ მოვახერხოთ და ერთადერთი მე ვფიქრობდი ერთი ქირურგი იყო აშკარად გადამწვარი იყო იმდენი 12 საათი იდგა ოპერაციაზე
მე ის ოპერაცია არ მთავრდებოდა კარგად. ძალიან ვიცოდი რომ ის ადამიანი კარგი ქირურგი იყო და ცდილობდა ყველაფერს, მაგრამ ის ავადმყოფები, ვისაც მე ვკურნალობდი მაგისნა ოპერაციას. ზუსტად იცოდით რომ იქ შეიძლება შედეგი არ ყოფილიყო ისე. არა, ეს ხალი ვერ იყო კარგად და ვერ პოულობდი ამ ქრუს და ვიცოდი რომ იქ იყო. ვერ პოულობდი და მე მითხრა აშკარად რომ ძალიან ემოციურად გადავიწიო მითხრა 12-16 საათი ვდგება ოპერაციაზე და გულში ვფიქრო, ვიცი 12-16 საათი დგომა ოპერაციაში ალბათ ზე ადამიანს შეუძლია მართლა. ხოლოდ ზე ადამიანს. გასაგებია ხარ რომ დგეხარ და საქმეს აკეთებ დრო სწრაფად გადის, მაგრამ ერთხელ, ორჯერ, სამჯერ და 10ჯერ მე ვეღარ გაკაჩავ. მე აი ძალიან ახალგაზრდა პერიოდში მიწევდა ქირურგის დამხმარად ვიდექი ხოლმე, ახალი დამთავრებული რომ მქონდა ინსტიტუტი და ძალიან კარგად მახსოვს რომ აი დიდი ფიბრომიომის დროს ძალიან სუქანი ხალი იყო. აი პირდაპირ თან საოპერაციოში ხო მაგარი ის არის იატაკი. არასოდეს გულის წასვლა არ ვიცოდი რა იყო და მქონდა შემთხვევა როცა გამიჭირეს. თორე პირდაპირ თან პასუხისგებლობა რამხელა რომ შენ გიჭირავს ხან ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, ხან გაკონცას აკეთებ, ხან კერვა შეეხმარები რა და აი რო ვიფიქრე რომ აპონევროზი დაიხურა მეთქი და ერთი ის იყო რომ მიქამდე მივატანე და აღარც ძალა აღრცხონი აღარ მეყო და პირდაპირ ეს უკან გადავარდნე და დამიჭირეს და მახსოვს მე ყოველ დილით რო შემოდიოდა თქვა ეს ჩემი მენტორი ვინც იყო ხელმძღვანელი მიშა ფრედმანთან მუშაობდი მეუბნეო და ისაუს მე ჩვევად მქონდა რომ არ ვსაუზმობდი და ეს იყო ეს ჩემი ჩვევა იყო გამოსდებს რომ ვაბარებდი ეხაც ესე ვარ საუზმე ჩემთვის ამოვარდნილი ამბავი არ ვსაუცალია სულ გავბივარ და ეს საუზმე არის ეს გამოტოვებული ამბავი სუფაცი ფუძში ვარ მიშა ფრედმანი სად არის ახლა მიშა ამერიკაში წავიდა მე თქვა მე რომ დავამთავრე ასპირანტურა ძალიან მალე ასპირანტურაში წავიდა ასპირანტურაში ამერიკაში წავიდა გინეკოლოგია ძალიან კარგი გინეკოლოგი იყო, მიანიარა გინეკოლოგი იყო, სხვა შორის. ახლა მაშინ კი აქ ცოტა ამრეძლად უყურებდნენ იმას, იმიტომ რომ იცით რა ძალიან ესეოდა ბევრი პაციენტი მიშას და იცით რა ქონდა, ამორჩევის საშუალება ქონდა. ორშაბათიდან პარასკევამდე ჩვენ ვიღებდით პაციენტებს და ვარჩევდით აი ესეთ საინტერესო ის რაც ჩვენი პროფილი იყო, ძირითადად ეს უშვილობაზე მუშაობდა ძირითადად და შემდეგ ესე იგი ითვლებოდა რომ ესო მძიმე პაციენტებს სხვაგან აგზავნებდა არ ჩვენ ვიტოვებდით იმას რაც ჩვენი პროფილი იყო ძირითადად ოღონდ იმ მე ამ პარასკევის პაციენტებიდან გადარჩეული რაც ყავდა ბოლო დღეს ნახულობდა თვითონ ერთი რაც განსაკუთრებულად მახსოვს იყო ის რომ ძალიან გამიმართლა მე რომ მასთან მუშაობდი ერთი იყო ის რომ ესე იგი დღემდე მახსოვს რომ აი ეხოსკოპია რასაც იტყოდა თქვათ მას უკვე ნათქვამი ჰქონდა ნუ ბიმანუალური გასინჯვით იცოდა მთელი ესე იგი მცირე მენჯის ხრუ ბიმანუალური გასინჯვით ება შეეძლო დაიხატა სამწუხაროდ მე ისედაც ჩამოვშორდი პრაქტიკას რომ ყველაზე მეტად რაც გამიჭირდა ეს იყო საშვილოსნოს ყოველთვის გზნობდა საკვერცხეს იჭერმა აი მილზე რო წარმოდგენა შეგექმნეს ამას წარმოუდგენლად მიმაჩნდა ეხაც ესე მგონია მე და აი ამ უნაზეს ნატიფ წარმონაქმნსაც კი მას ჰქონდა ხოლმე თავისი ესე იგი დასკვნა რომელიც ერთ-ერთი ჩჭდებოდი ხოლმე როგორ გაკეთებს მეთქე მილიმეტრებში გეტყოდა რეტროვერსიაში ანდრევერსიაში საძის რა სანტიმეტრზე რამდენი და რაც იტყოდა და უფრო მეც გეტყვით ეხოსკოპი ხო ქონდა გასინჯული ხო ქონდა თუ ოდნავაცილება იყო რო გაიჭირებოდა რა სცეცამდე ეს იყო არა საინტერესო აი პიტერ ანატომიურად იცოდა სად შედიოდა ხრუში და მეორე მომენტი ახლა არ უყვართ ახლა მაგათაც პროფესიონალური ნიუანსების გამოყოლა და მამავენ უკვე თუ შეიძლება ერთად მუშაობთ პირველი დამხმარე ვიყავი ხოლმე მისი უჯრედის დონეზე მიტოქონდრიების დონეზე გეტყოდა ცვლას აი ეს ხუთი იერარქია რაც იყო ენდოკრინულ სისტემაში ფანტასტიკურად იცოდა. საიდან რა იმართებოდა რომელ ნახევარში უნდა გაეკეთებინა ოვულაციას სად უნდა ავწდენებდეთ სად თქვა პირველი ფაზა გვინდა სად მეორე ფაზა ეს იცოდა იდეალურად თქვა აი როგორ ამზადებდა საოპერაციო ფანტასტიკური ექიმი იყო. კი კიდევ მე ითვლებოდა რომ ეგ არ არის რთული და აი ესეთი ვირტუალური ოპერაციების ექიმი, მაგრამ თავის პროფესია იცოდა ძალიან მაგრად და კარგი ექიმი იყო. სამწუხაროდ გული დააწდა მახსოვს აი რომ ვაცილებდით აეროპორტში გული წავიდა. არ უნდა წასვლა კატეგორიულად, მაგრამ ოჯახს უნდა და ჩვენც ამბობ იქაც კარგად არის დროშილებებს და ეს ყველა ნორმალურადაა. კიდევ ერთი შეკითხვა, ჩვენ ვთქვით, რომ ექიმები მაინც უმეტესობა მიეკუთვნება საშუალო ფენას, თუ გამოვრიცხავთ აი რაღაც ზემაღალი და ეს ურთულეს ქირურგიას, ხო, ყველაზე ეს თუ მაღლეს პილოტაჟს ასე ვთქვათ მედიცინაში, ექთნები ვის მიეკუთვნება კიდე? ექთნები შეიძლება იყვნენ ასევე საშუალო ფენაც. ეს პროფესიული ადამიანები ძირითადად საშუალო ფენაა ვერიკო, ვინც მუშაობს, ვისაც შემოსავალი აქვს, ვინც სტაბილურია, შესაბამისად
სახლი აქვს, ყველაფერი, მანქანა და გარანტირებულად ზუსტად იცი რომ შენ ის ქვეყანა არ დაგტოვებს თქვათ პენსიის დროს უყურადღებო და შენ ხარ მიხედული ბოლომდე და გაქვს. ხა თუ ადამიანებსაც გააჩნიათ ხო იცი არსებობენ ძალიან ყოჩაღი და ჭკვიანი ადამიანები, თავის საქმის საუკეთესო პროფესიონალები, მაგრამ ეკონომიურად სულაც შეიძლება იყოს ძალიან თავზე ხელაღებული და ისეთი საქმიანები გააკეთოს ფინანსური რომ გაკოტრდეს. მაგისთანები ხდება ყოველთვის. მაგრამ ძირითადად შენ თუ ხარ ჩვეულებრივი ადამიანი, რომელიც შრომობ, გაქვს პროფესია, გაქვს ფინანსურ რისკებზე არ მიდიხარ. ხო, რაღაცა თუ რაღაცა მართლა ისეთ რაღაცას არ აკეთებ. ან თუ არ დაიქცა ქვეყანა და ჩავარდა ის ბაზარი, რაც ხო იცი. ესეთი ადამიანები სახელმწიფო და თვითონ დიდი დაწესებულებები აძლევენ საპენსიო ფონდის საშუალებას და ყველა დიდი დაწესებულებებს აქვთ საშუალება რომ მოქალაქეებს თავიანთ თანამშრომლებს მისცენ უფლება რომ სადღაც საპენსიო ფონდში ჩადონ თავიანთი რაღაცა პროცენტი თავის შემოსავლის. რომ ეს გროვდება და ის დიდი საპენსიო ფორმებმა ფინანსურად ძალიან კარგად იციან როგორ ჩადონ, რა ჩადონ, სად ჩადონ, როგორ ჩადონ და თუ ბაზარი კარგად მიდის, ადამიანების კარგად ცხოვრობენ, როცა პენსიაზე გავლენ და ღმერთმა დაიფაროს, თუ ბაზარი დავარდა, ბაზარი დავარდა. ხა მაგრამ ყველას ეხება, ხო? ანუ ბოლომდე რისკებში დაცული არ ახარ ესე იგი მაინც არა, არის ხალხი, რომლებიც არიან ძალიან ყოჩაღი მაგ საქმეში და კერძოდ თვითონ აკეთებენ აი ამ აქციების ყიდვას, რაც სხვა სფეროა. მაგრამ შენ თუ არ ახარ ესეთი განათლებული და დაინტერესებული რომ კერძოდ შენ იყო შენი აქციების მფლობელი მაგალითად Google იყიდე, როცა Google არავინ არ იცოდა რა იყო, ან Facebook იყიდე, როცა Facebook ახალი გამორჩენილი იყო და ესენი. ხო, და ძალიან დიდი წარმატება. ან Coca-Cola, როცა Coca-Cola იწყებოდა. ან კიდე ერთი ამხანაგი გვყავს, რომელიც არ მუშაობს წლების განმავლობაში და Home Depot რო გაიხსნა, მაშინ ბიზამ უთხრა რომ არ გინდა რომ ამ Home Depot-ს აქციები იყიდო, მაშინ არ ვიცი რა ღირდა, $10 თუ რაღაცა იყიდა და იმით ცხოვრობს იმ დივიდენდებით ახლა. მაგრამ არსებობს ხალხი, რომლებიც ამის არც უნდათ, იმიტომ რომ რისკიანია ხო და არც აძლევენ საშუალებას თავის დაწესებულებას, რომ სტაბილურად არიან კარგად. შედარებით ასე თუ ისე, ნუ არიან უკეთესად როგორც არიან. და ხო იცი ეს სხვა სფეროა კიდევ რომ სადგინა სახლი ქონდეს, რამხელა სახლი ქონდეს, რამხელა მანქანა, ვის რა. ხო, ძალიან ინდივიდუალური ამბავია. რა თქმა უნდა, მე ასაკში ვინც შევდივარ, ვინც ბედნიერია და დიდხანს ცოცხლობს, ეს დიდხანს ცხოვრება კიდე მოდის რაღაცა ფასი ხო ავადმყოფობები მოდის ასაკთან ერთად ბევრი რაღაცა ახალგაზრდა ადამიანებს რო უყურებ ფეხბურთს რო თამაშობენ კალათბურთს რო თამაშობენ ახლა რეებს აკეთებენ სასწაულია და ასაკში რო შედიან ესენი ყველას რაღაც ემართება მე ზოგ სახს არის ტკივაზე არა ნორმალური დატვირთვა თავისთავად ძალიან უკვალოდ არ ხდება რასაც რაც არ უნდა თავს მოუვა რომ ასაკში მაინც რაღაც მოდის ხო რაღაცა დაავადება მაინც მოვა და ამიტომ გახანგრძლივდა ხო ეს ძალიან მნიშვნელოვანია გახანგრძლივდა კიდევ ესე იგი სიცოცხლის ხანგრძლივობა მოიტანა ნეიროდეგენერაციული დაავადებები ძალიან ბევრი და ეს გახანგრძლივება ბევრი მიზეზით გამოხდა, იმიტომ რომ მედიცინა მაინც წინ მიდის, ვითარდება და მეორე კიდე ხანდახან მეჩვენება რომ დაჩქარებულია დრო. მაგაც იმიტომ რომ მე სულ მახსოვს რომ ბებიაჩები ჩემო სახში უკვე იყო ბებია და მართლა ვიზუალურად სხვა აბსოლუტურად გეთანხმები. ხო მართალია. აბსოლუტურად გეთანხმები. ეხლა რო ვუყურებ რაღაცა მე ჩვენ არ ვულით ისე თავს ეხლა რომ ესე რაღაც განსხვავებულად გამოვიყურებოდ ამ სახში სულ მგონია რომ რაღაც ეს დროში დროის აჩქარებასაც აქვს ეს ბებიები სხვანაირები არიან. ხო ნამდვილად. ბებიები დადიან სამოგზაუროდ, ბებიები ეხლა რო ვიყავით მე და მარიამი ვიყავით იტალიაში და ჯგუფები იყო ქალები, განსაკუთრებით ქალებს უყვართ ეს ერთად სიარული. ისეთ კარგ დროს ატარებდნენ ასაკოვანი და გულში ვფიქრობდი, აი ადრე ასეთი ადამიანები ალბათ სახში იყვნენ და არსად არ მიდიოდნენ და ეხლა ყველგან მოძრაობა თავისუფლად ერთი თამაში, მაგალითად გოლფის თამაში უყვართ. თამაშობენ გოლფს, არ თამაშობენ ხა სპორტული დატვირთვა ისეთი, რომელიც უფრო იოლია სახსრებზე და იმაზე. იაპონიაში რო ვიყავ, პირველად მაგით ვიყავ შოქში, ძალიან პატივს ვთქვა, ანგარიშს გვიწევენ ჩვენ, რომ თქვენც ისეთივე ხანდაზმულობა გაქვთ, როგორც ჩვენ გულში ფიქრობდით და იცოდა ჩვენი ხანდაზმულები. ბებიაჩემი ბოლო 25 წელი იჯდა, გადმოჯდებოდა და მე ისე ვიწვა ხოლმე და იქ ბებიაჩემის ასაკის ხალხი მოდიოდა ველოსიპედით, ცურაობდნენ, ტრენაჟორებზე ვარჯიშობდნენ. ცხოვრების ხარისხია განსხვავებული. მე ვფიქრობ ძალიან საინტერესო საუბარი გამოგვივიდა როგორც ყოველთვის. მინდოდა იმ ეკრანზე გვესაუბრა მაინც აი ამ ფენაზე საოცარ
დიდი მნიშვნელობის და ძალიან საპატივცემულო ფენაზე და მეც ვფიქრობ, რომ რადიკალურად იცვლება ჩვენთან სიტუაცია, იმიტომ რომ გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც თავის პროფესიას ძალიან პატივს სცემენ და ესეთი ლიდერული თვისებების ექტრები ყავს, რომლებიც ცდილობენ, რომ ამავდროულად სამინისტრო ატარებს ასწორ და ეს პოლიტიკას ნაბიჯ და მე მაინც ვფიქრობ, რომ ყველაფერი შეიცვლება და კარგად იქნება. თუმცა კი არის გადინება, იმიტომ რომ ყველგან დეფიციტია და თუ ანაზღაურებას ათპოულობენ და ენაიციან უკვე ყველა ტოვებს მაინც ქვეყანას ერთი თქვა მიგრაციის ერთი მიზეზი ესეც გახდა, რომ ურჩევნიათ მაინც სხვაგან წავიდნენ. ამბობენ, რომ გერმანიიდან გარბიან ამერიკაში და საქართველოსთან გერმანიაში ეს უცნაური მიგრაციაა და ბევრი პარტიები გადის. მე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადო. კიდევ ერთხელ გისურვებთ დიდი წარმატებები და იმედს ვიტოვებ, რომ მომავალწლამდე კიდევ ბევრი შეიცვლება უკეთესობისკენ თქვენ ცხოვრებაში. მადლობა ლეიკო, თქვენც ასე. ძალიან დიდი მადლობა. გემშვიდობები. დიდი სიტყვით და სიყვარულით და იმედით, რომ ჩვენ ძალიან შევხვდებით ისევ ერთმანეთს. ვეჭველი. მადლობა. მე კი დავემშვიდობებ ჩემს ტელემაყურებელს, ვფიქრობ, კიდევ ერთ ძალიან საინტერესო გადაცემა შემოგთავაზეთ ჩემს ძალიან საპატივცემულო და უსაყვარლეს ადამიანთან ერთად. გემშვიდობებით საუკეთესო სურვილები მომავალ შეხვედრამდე ტელეკომპანია პულსის ეთერში. ნახვამდის.